რა მოიტყუა ირაკლი კობახიძემ, ამის ნახვა ნებისმიერ მომხმარებელს ახლავე შეუძლია პლატფორმა X-ზე. თუ კი შევალთ მთავრობის გვერდზე, სადაც გამოქვეყნებულია ირაკლი კობახიძის გუშინ გაკეთებული განცხადება, Twitter-ს ოფიციალურად აქვს იქვე მითითებული, რომ ეს განცხადება შეიცავს დეზინფორმაციას და ტყუილია. ტყუილია ირაკლი კობახიძის მტკიცება იმის შესახებ, რომ თითქოს ევროსაბჭოს სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესების პროცესს და გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდნენ რუმინეთში, ესპანეთსა და იტალიაში და რომ თითქოს მათ ქართული ოცნების მხარდამჭერი პოზიცია ჰქონდათ ამ სხდომაზე. Twitter-ს ამ განცხადების ქვემოთ მითითებული აქვს არა მხოლოდ ის, რომ ეს დეზინფორმაცია, არამედ მითითებული აქვს ამ სამი სახელმწიფოს ოფიციალური განცხადებებიც, სადაც სამივე სახელმწიფო გაემიჯნა ირაკლი კობახიძის გუშინდელ მტკიცებას, თქვა, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან, რომ იზიარებენ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას ქართული ოცნების დასანქცირების შესახებ და რომ ირაკლი კობახიძემ ამ სხდომიდან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ასეთი რამ შეიძლება ითქვას, რომ არასდროს მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება პარტნიორებს ბევრჯერ დაუდანაშაულებიათ დეზინფორმაციის გავრცელებაში, როგორც ჩანს, ახლა ამჯერად ქართულ ოცნებას ეს ტყუილი, ამ მასშტაბის ტყუილი არ ეპატია და შესაბამისად გუშინ დილით ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, სადაც ის მადლობას უხდიდა რუმინეთს, ესპანეთს, იტალიას მის მიმართ მხარდამჭერი პოზიციების გამო, მალევე რამდენიმე საათში გამოეხმაურა ჯერ რუმინეთი და შემდგომ იტალია და ესპანეთი საპირისპირო განცხადებებით. დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ეს არა თუ მხოლოდ დეზინფორმაცია, ეს არის მტკნარი ტყუილი და ეს უკვე საშიშ ფორმებს იღებს, რადგან ქართული ოცნება უკვე აღარერიდება საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარ იმიჯსაც და უფრო მასშტაბური პრობლემის წინაშე აყენებს საქართველოს იმიჯს და შესაბამისად მას ახლა ყველაზე მეტად ისაინტერესებს ამ ტყუილის გამართლებას, როგორ შეძლებს დღეს ირაკლი კობახიძე, რომელმაც გუშინ საზოგადოებას უთხრა, რომ თითქოს ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის არიან ისეთები, ვინც ქართულ ოცნებას მხარს უჭერენ. მე სიმართლე რომ გითხრათ, მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად გამიჩნდა ერთგვარი შიშის გრძნობა. საერთოდ აღარაფერს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი სცენარი არის ერთმანეთზე უფრო ცუდი, ანუ სცენარი ერთი, როდესაც ეს უბრალოდ კობახიძემ მოიგონა და გადაწყვეტა, რომ 5 წუთიანი ტყუილით ეცხოვრა მის მომხრეებს გუშინ. მეორე ვერსიაა, რომ იმდენად წარმოდგენა არ აქვს საქართველოს საელჩოს ევროკავშირში, რა ხდება, რომ ეს ისტორია მათ შეთხზეს უფროსის საამებლად და მესამე ვარიანტი არის, რომ ივანიშვილის თავში იხარშება ეს ტყუილები, ეს წარმოუდგენელი კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ სიტყვას ქვეყნის რეპუტაციის შემლახავი ისტორიები იმისათვის, რომ მე საღამოთი იმედმა თავის გამოშვებაში 36 წუთის განმავლობაში აჟიტირებულმა ილაპარაკოს ჟურნალისტებმა ერთმანეთის მიყოლებით, მათმა ექსპერტებმა ერთმანეთის მიყოლებით, როგორ იზრდება კობახიძის მხარდამჭერების რიცხვი. თვითმარქვია პრემიერმა სამ ევროპულ სახელმწიფოს, სამ დიდ ევროპულ სახელმწიფოს, G7-ის ქვეყანა სახელმწიფო იტალიას მათ შორის, დიდი 7-იანის წევრ სახელმწიფო იტალიას დააბრალა წარმოუდგენელი ტყუილი. ხო და ამას არავინ არ აპატიებდა, რა თქმა უნდა, ეს იყო სრულიად ნათელი. სად, რომელ თავში მოიხარშა ეს ტყუილი? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაბალ დონეზე ელჩის, ცოტა უფრო მაღალ დონეზე თვითმარქვია პრემიერის, თუ ქვეყნის რეალური მმართველის, ეფექტური მმართველის ბიძინა ივანიშვილის თავში, იმიტომ რომ იმის მიხედვით ეს ტყუილი ვინ მოიგონა, შეგვიძლია განსაზღვროთ საფრთხის ხარისხიც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის, რომ ქართული ოცნების სიტყვა სანდო აღარ არის, ეს დიდი ხანია უკვე ქართულმა საზოგადოებამ გამოსცადა, თუმცა ქართული ოცნების მიერ, მისი ლიდერის მიერ, ლიდერის სახელმწიფოების მიმართ გავრცელებული ტყუილი უკვე ქვეყანას ამყოფებს სამარცხვინო მდგომარეობაში და აქვე ჩნდება ასევე კითხვა, თუ კი ქართულმა ოცნებამ ეს განზრახ მოიტყუა, რატომ დასჭირდა ტყუილის გავრცელება და პოლიტიკოსებს აქვთ ასეთი განცდა, რომ ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ აქვს სურვილი
ტყუილი, რომ ილუზია შეუქმნა საკუთარ ამომრჩეველს იმის შესახებ, რომ თითქოს ევროკავშირთან მთლად შორსაც არ არის ქართული ოცნება, როგორც ეს ჩანს და შესაბამისად ილუზია შეუქმნა საკუთარ ამომრჩეველს, რომ ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ ჰყავს მხარდამჭერი და პარტნიორი სახელმწიფოები ევროკავშირში, გარდა იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც ღიად პრორუსულ პოლიტიკას ატარებენ და სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ ამ ტყუილის გავრცელება დასჭირდა იტალიაზე, ესპანეთზე, რუმინეთზე, რომლებიც ხშირად და ყოველთვის ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების მხარდამჭერები არიან. ქართული ოცნების ლიდერები ჩვენ არ ვიცით დღეს რა სიტყვიან, თუმცა პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას ერთადერთი მიზანი აქვს საკუთარი ამომრჩეველი შეინარჩუნოს და სწორედ აქედან გამომდინარე ავრცელებს ასეთ ტყუილებს, რომელშიც ახლა უკვე საერთაშორისო პლატფორმაც ამხელს. ერთადერთი ვინსაც ჰქონდა განსხვავებული პოზიცია არის უნგრეთი, ყველა დანარჩენი არის იმ პოზიციაზე, როგორც იყო საბოლოო გადაწყვეტილება. ეს არის ტყუილები იმისთვის, რომ ვიღაცებს მოატყუონ ქვეყანაში და არ ვიცი ამაზე სამარცხვინო რა შეიძლება იყოს და ჩვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს კომუნიკაცია როგორ არის, უკვე საჯაროა X პლატფორმაზე არის და სხვადასხვა ოფიციალური პირები ამხელენ ქართულ ხელისუფლებას ძალიან მარტივ პრიმიტიულ ბავშვურ ტყუილში. მომსახურება არ ვიცი, ალბათ საბოლოოდ უნდათ რომ თავის მხარდამჭერებში რაღაცა ეს მითი გაამყარონ, რომ თითქოს მათ ევროპაში რაღაცა მხარდაჭერები ყავთ, რომ თითქოს არც ისეა სიტუაცია, როგორც ჩანს და ასე შემდეგ. არ ვიცი, ხა საბოლოო ჯამში არაფერს მომტანი ეს არ არის. რეალურად ვერაფერს ვერ შეცვლიან, იმიტომ რომ გადაწყვეტილებები მიღებულია, ამ გადაწყვეტილებებს ექნება ძალიან კონკრეტული გამოხატულებები, იმიტომ რომ კონკრეტული ჯგუფი უკვე ტექნიკური ჯგუფი დაადგენს უკვე სახელობითად, ვის შეეხება ეს სავიზო შეზღუდვები და ვის არ შეეხება. ქართული ოცნება უბრალოდ დგას ტყუილებზე, იმიტომ რომ ეს არის მათი ხელწერა. შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ ყოველდღიურად მათი სპიკერები ავრცელებენ ტყუილებს და ცდილობენ ადამიანების შესწრებას შეყვანას. ეს უბრალოდ ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ მათ არცერთ სიტყვას არ დაეჯერება. საბოლოოდ ასე გამოდის, რომ ირაკლი კობახიძემ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი სწორედ ამ ტყუილის გასავრცელებლად გამართა. მან მადლობა გადაუხადა 5 სახელმწიფოს, უნგრეთს, სლოვაკეთს, რუმინეთს, ესპანეთსა და იტალიას იმის გამო, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას ისინი შეეწინააღმდეგნენ და ის წარმოაჩენდა ასე, თითქოს ეს 5 სახელმწიფო იყო წინააღმდეგი ქართული ოცნებისთვის სანქციების დაწესების და შესაბამისად მადლობას უხდიდა, რომ ისინი საქართველოს პოზიციას ამყარებდნენ ევროკავშირში. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ გუშინ დილით გააკეთა და დღის მეორე ნახევარში უკვე ესპანეთის, რუმინეთისა და იტალიის ოფიციალური განცხადებები გავრცელდა, სადაც ამ სამივე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობდა, რომ ირაკლი კობახიძემ გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან, რომ შეშფოთებას გამოხატავენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებების გამო, კანონიერი პროტესტის მიმართ რეპრესიების გამო და შესაბამისად ემხრობიან გადაწყვეტილებას ქართული ოცნების დასანქცირების შესახებ და სამივე სახელმწიფომ ამხილა ტყუილში ირაკლი კობახიძე. მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა, სოციალურ ქსელშიც ოცნების მხარდამჭერები აქტიურად წერდნენ და აქტიურად მადლობას უხდიდნენ 5 სახელმწიფოს ამ მხარდაჭერის გამო. აღმოჩნდა, რომ ისინიც მოატყუა ქართულმა ოცნებამ და ირაკლი კობახიძემ უბრალოდ რამდენიმე საათიანი ილუზია შექმნა. ნახოთ დღეს ოცნების ლიდერს ექნება თუ არა ამ თემაზე რაიმე განმარტება, თუმცა ფაქტია, რომ მან გუშინ საზოგადოება მოატყუა.